აბა იუთუბერი ამომაჩინე ვიდეოში აუცილებლად რა იგი მიყვარდა მე იგი რო იძახა და ტორპედო დაწევიდა იკაც იმარა რაფერ მეგეწონა ახლა პირველ ტაიმი დიდი იმედებით ავარ მოსონდა ნახოთ რა იქნება მედია გავიმარჯვეთ თბილისიდან ჩამევიდა რომ დასწრებოდა აგერ თამაშ და რა მოლოდინები გქონდა აბა და რა მიიღე 5 წლის მერე ენერგეტიკულს პირველად ვსინჯავ რო იცოდა ის ეს რო გამომიგზავნო საკანა ქუთაისში ხო შეიძლება ასე რა მაინტერესებს ახლა მე რომ მინდოდეს ჯუნგლებში გაწევრიანება რა უნდა ვქნა 5000 გამომწერზე გავათამაშებ ტორპედოს მაიგას. გამარჯობა მეგობრებო. დღეს არის ქართული ელ კლასიკო. თბილისის დინამო ქუთაისის ტორპედო. მე ვედია ხააქანა და რა უნდა ვქნათ? უნდა მევიგო თუ ეჭველი. აი ხანია ტორპედოს თამაშზე არ ყოფილვარ და კომენტარებში მიწერდით რომ წადიო ფეხბურთი გადაიღეო და რომელ თამაშზე აჯობებდა ახლა წასვლა ყველაზე მეტად ქუთაისის ტორპედო თბილისის დინამოზე, ხო და? წევით ახლა და რაღაც მისია მაქვს პატარა. აი იცნობდით ალბათ ჯერ იგი რომ კაკოს ვასაპორტებ რა უქნავ ეხმარები იუთუბერებს მე კიდე გეცოდინება სტადიონზე სასმელი შეტანა არ შეიძლება და მისია მექნება რომ შევაპაროთ დოფამინი ტორპედო დინამოს თამაშზე ხალხსაც ვკითხოთ ვინ გეიმარჯვებს და რატო გეიმარჯვებს ტორპედო მანდა მაინც წევით ახლა აი რანაირი ატმოსფერო არის აქანა რომ მევედი მაგარი იდეა მომევიდა თავში 5000 გამომწერზე როცა მოვალ ერთ-ერთ ტორპედოს თამაშზე და ერთ-ერთ ჩემ გამომწერს ვაჩუქებ მაისურს ტორპედოსი მე მგონი კაი აზრი არის რაშია საქმე ახლა ასე პირდაპირ კი არ ვაჩუქებ ერთ-ერთ ჩემ გამომწერს 5000-ზე როცა რომელიმე თამაშს ავარჩევ და მოვალ ტორპედოს თამაშზე და გამოვკითხავ ვიღაცებს ვკითხავ თუ ყავარ გამოწერილი და პირველი ადამიანი ვისაც ვეყოლები გამოწერილი და მე ვკითხავ იმას ვაჩუქებ ტორპედოს მაისურს ვიყიდო და ვაჩუქო თუ ერთად ზევიდეთ აქვე არის ტორპედოს მაღაზია და მის ზომაზე ვიყიდოთ მე მგონი ჯობია ხო ჯობია კაი ამიტომ გამეიწერეთ ახლა ჩემი არხი და ლაიქეთ ვიდეო და ვისაც ვეყოლები გამოწერილი არ დაგავიწყდეთ იმას ვაჩუქებ მაისურს 5000 გამომწერზე როცა ავალ წავედით ახლა შეგნით ბილეთები შემევედით რაია რა ხდება აქანა კი მარა არც ერთ თამაშზე არა ამნაირი შემოწმებები აქანა რო არის ძლივ შემოვაპარე ჩემი დოფამინი არავი ხელი არ მოკიდა დაგიმახსოვრებთ მეორე კონტროლთან მევედით და იქნება და შევიდეთ. არის ახლა მთავარია მევიგოთ. მეგობრობამ გაიმარჯვოს? არა. ჯობია ჩვენ მევიგოთ. აქანა ჩვენ მევიგოთ, იქანაც ჩვენ მევიგოთ. რატო გევიმარჯვოთ კითხოთ ხალხს? რეალურად ნეიტრალური. რა ბა ქუთაისთან უფრო ახლოს ხარ, აბერა ნეიტრალურ. არა? ხო, სამტრედიაში ვაპირებ, ისე ჩამოსვლას და რამე საჭმელი ძველი ობიექტი რაღაცა. ყაზბეგია კაი. კიდე ახალი გახსნილა პანორამა მაგარი რესტორანია ძალიან. არა, ახალი არა, ძველები რამე, ოდითგანვე ძველებური რამე. დეიმახსოვს შენ. გამარჯობა. რას ფიქრობ, აბა, ვინ გეიმარჯვებს? ტორპედო თუ ტორპედო? ბაზარი არა. რამდენს გემიმარჯვებთ? 3-2. აი, ჯიგარი, გაიხარე. ტორპედო. ჯუნგლებთან ახლოს ჯდებით და იმედია თელ ვიდეოზე ტყუს დადება არ მომიწევს ახლა. პირველად დამხვდა ჩემი ადგილი რაც ვიყიდე იგი თავისუფალი იმენა. კაკო, აძმაო, ქუთაისში შენგელია არენაზე შემევიტანეთ შენი დოფამინი. ამას გავსინჯავ შენი ხათხით, იმიტომ არ ვსვამ ენერგეტიკულებს, რაღაცა 5 წელი არ დამილებია და შეფასება რანაირი ექნება, არა ენერგეტიკული მსმელი კაცის თვალით, ნახოთ. იქნება ქემემეწონოს. ეგაი რაღაცა და უხატია შეხედი აგერ. კაკო მისდევს მაიმუნს, აი? შეხედე, ჯუნგლები ხოძია. მიდით ბიჭები. ოე! რა ხდება, იმარა? ვაიმე, ფეგემეცინა. იგი შეუცვლიათ ბიჭო. იგი მიყვარდა მე, იგი რო იძახა და ტორპედო. დაწევიდა, იკაც, იმარა. რა ხდება?
არა. გამომხიზნებიო. დავალევიო ამ ხალხს. დოფამინი და გამომხიზნებია. ასე თუ გაგძელა და თამაში და გოლი არ გევიდა და ეგ ამას დავლებ იქნება ამან მაინც გამომხიარულოს, რა ვიცი. მოხსკვნიან, რა სიტყვი შენ ლუად? ეტარფები. რას ფიქრობ, იცი? მე პატარა ფილსიტყვაობა და რაღაცები უხდება ფეხბურთს, ა? ემოციების გამოსაყოფად. ბატაშორის ჯერ გინება შეიქნა და მე ფეხბურთი. რა ქნა ჩემი არა ბიჭო არ ქნათ მაგი არა ოპა კაი ბიჭი რა ხდება აი არა რა შობა ბიდი ვაიმე Vidi, vaime, pucho, vaime! Akna, pucho! Luad, შენ ხო გეიტანდი? უეჭო. გოლი, მიდი ბიჭო. შეეტანა და ვარს რომ მიდიო. კაია. არა, ოპა! გადაუჩი თივენა რა. რუან, შენ ხო გეიტანდი იმ გოლს? არა, ამას არა. ტორპედოს კარებია. აი, ასე გვიყვართ ჩვენ ქუთაისელებს. იმენა ტორპედო. ქუთაისური მასურია. ცოტა აბერისტობა, მეორე პატრიოტიზმი. ვისაც მეგენატრათ ლოა და აგერა. ახლა არა მაქვს კაი შეგრძნება ამ კუთხურზე ბიჭო. არა უნდა იყოს. იქნება ახლა სიმ. არა უნდა იყოს. ნანახი მაქვს ეს თამაში. კაი ვნახოთ. ერთი გოლი და მეტი გინევა, შეხედე? Vidi. Давай. Vidi. Koska. Kosona. Mingai marjos Kosona. Kosko. აი მორჩა პირველი და მორჩა. ამთავრდა მეგობრებო პირველი ტაიმი და ავი რაღაც მომენტები კი იყო, მაგრამ ლაისი არ მემეწონა ახლა და აი ეს კაციანი მისტერიქსი ხო და თბილისიდან ჩამევიდა რომ დასწრებოდა აგერ თამაშდა რა მოლოდინები გქონდა აბა და რა მიიღე ესე იგი მე დღეს ჩამოვედი რომ მოვაგებინო ტორპედოს და მე 11 საათზე წავაგებინო რეალს. ნუ თამაში რა სიტყვი რაფერ მეგეწონა აბა პირველი ტაიმი არ იყო მოსაწონი, მაგრამ მეორე ტაიმი იმედია რაღაცა მაინც იქნება. აზარი არა რაფერ მეგეწონა თამაში კარგი თამაში, ამარა ჯერ გოლი არ გავუტანიეთ და ველოდებით გოლს. ესაბული თამაში. რას ფიქრობთ მოვიგე. ჩემი აზრით ტორპედო მოიგებს 2-1. 2-0 ან 2-0. ჩემი აზრით 3-0 მოიგებს. 2-1 აზარი არა მოლოდინები ქეგვაქ ახლა ჩვენ ქუთაისელებს რო გევიმარჯვებთ, მაგრამ რაფერ იქნება არ ვიცი. რაფერ მეგეწონა ახლა ეს თამაშია პირველი ტაიმი. ახლა რო გითხრათ თვითონ თამაში ნაკლებად, მაგრამ იგრძნობა ცოტა მუხტი არის წინა თამაშებთან შედარებით. სხვა ჩემპიონატის რეგულარულ თამაშებს თუ შევადარებთ, ოდნავ გამოცოცხლება იგრძნობა, მაგრამ დიდად არა, თუ არ მოგატყუო. სხვას ველოდი და სხვა არის მაინც. რას ფიქრობ მეორე ტაიმში რამე შეიცვლება თუ ასე გავაგრძელებ? მეტი აგრესიას ველოდები მეორე ტაიმში. ორივე გუნდის მხრიდან და არ ვიცი, მე მგონია მაინც რომ ერთმა ბურთმა შეიძლება გადაწყვეტოს. ანაკით ანიკით. ანუ მე ვიგებ თუ ვერ მევიგებ, რას ფიქრობ ახლა? ერთი გოლის თამაში მგონია. მე მინდა რომ მოვიგოთ, მაგრამ აი ხა. იმნაირ თამაშია, მეც ვფიქრობ რომ ერთი გოლის თამაში არის.
ნუ ერთი სიტყვით არ ვიცი, ახლა რა იქნება და ბარო. რას ფიქრობდი ახლა იმას თამაშზე და რა მივიღეთ კი არა და დიდი იმედებით ავარ. მოსონდა ნახოთ რა იქნება. მედია გავიმარჯვეთ. მეც მაგიტო ვარ მოსული. ქართული ერთ კლასიკო არის და სხვა თამაშებთან შედარებით ისე მუხტი იგრძნობა ის. ხალხის მოსვლა სტადიონზე იმედია მუხს უფრო მოიტანს და გამარჯვებას დაგვეხმარა. ხო და რაშია საქმე იცი? ბილეთის ყიდვა რო დავაპირე, ამას ენათაც მინდოდა მოსვლა. დრაკონი დავამარცხე, ყველა შევაწუხე და ძლივს გევიგე რა ფერ უნდა მეყიდა და რატო გადაიტანე საღაცა აი. ხოდა შორის მეც გამიჭერდა ვილეთ მე თუ მიუხედავად იმისა რომ სულ დავდივარ თამაშებზე, მაგრამ აინც გამიჭერდა და იმედია როგორც თამაშის ხარისხი, ისევე მაგ ბილეთების შეძენის ხარისხის გამოსვარდა. ბაზარი არა. და ახლა რას ფიქრობ? ფერ მე ვიგებთ. მეორე ტაიმის მარტივი ერთინა. ბაზარი არა. მეც გამიხარდებ. თქვენი სახელი? ალცანდილ ჭეიშვილი. თქვენ ხართ ჯუნგლების ხო და რა მაინტერესებს ახლა? დაუშვათ მე რომ მინდოდეს ჯუნგლებში გაწევრიანება, რა უნდა ვქნა ახლა? არაფერი, სურვილია მთავარი. მოდიხართ, გახართ, ალეშიკობ ჩვენთან ერთად ასე ეს ერთი დიდი ოჯახია, რაც დიდი პატივია ნებისმიერი ქუთაისელის და გულშემატკივრის. კი, ძალიან არის და სპეციალური სახე არა აქ არასდროს. სპეციალური არა ხო? საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს ქუთაისისთვის? მარტივად იცით რომ ამ თამაშს ქართული კლასიკო ქვია და ძალიან დიდი ტრადიციები აქვს და არა აქვს მნიშვნელობა ვირომელ ადგილზეა ჩვენთვის პრინციპული მეტოქია დინამო როგორც ჩვენ ვართ მათთვის და ტრადიციულად საინტერესო და დაძაბული გამოდის ყოველთვის. დიდი მოლოდინები გვაქვს დღეს და იმედია მეორე ტაიმში გავტეხავთ და სანატრელ მოგებას მოვიპოვეთ. სტადიონსაც ეთყობა ისე ბევრი ხალხი არის, სხვა თამაშებზე უფრო ვერ ემოცხენი. ახლა წელს ვერ დავიწყე ჩემპიონატი კარგად, მაგრამ იმედი გვაქვს რომ დღევანდელი თამაში იქნება გარდამტეხი იმისთვის რომ საჩემპიონო ამბიციები აქვს და მიზნები აქვს და ესეთი ნაბიჯი იქნება გადადგმული ამ დიდ მიზანასაც ჩემპიონობა ქვია და კაია, კაი. გავახარებ ქუთაისს და გულშემატკივრებს. ტორპედო მიყვარს, ქუთაისი მიყვარს და ქუთაისელი ხალხი მიყვარს ყველა და რა ვიცი. გაიხარეთ წარმატებებით. მადლობა და ამას როგორც გულშემატკივრებს. გაიხარეთ. მადლობა. ეგენი არიან დი ხალხი, ვინც ემოციას ქმნიან აქანა. ებადარა ბავშვები კიდე და მოდი აბა ვკითხოთ რას ფიქრობენ, რას ვიზამთ. რამდენი ტრამდეს მე ვიგებთ? 2-0 მეტი გოლი არა. უეჭველი. 2-0 მოიგებს უეჭველი. 2-1. უეჭველი იცი, რამდენი ტრამდეს მე ვიგებთ? 2-1. ჩემი აზრით, ჩემი 2 ან 1-0 მოვიგებ და 2-1 მოვიგებ. 2-1 მოვიგებ. ბაზარია. თქვენ ხართ აქანა რომ მღერი ხართ? მაგარი არის და მომეწონა. თქვენ თამაშობ ხო? და რა პოზიციას თამაშობ? საგდენი. აჰა. თქვენ? ნახევარმცველი. მე ზითად სტრაიკერთან. აჰა. მე მარჯვენა შემტევი. მე ვარ მეკარე. მეკარე ხარ? მაგარი. იმერია. მე მარჯვენა მცველი. აჰა. მე შუა ნახევარმცველი 10 ნომერზე. მაგარი, კაი არის ვიდეო. მარჯვენა მცველი. თქვენ უნდა გახადოთ ქუთაის მერე ჩემპიონები, ხო იცი? იგრები ხართ. გააკეთეთ. აჰე. აი ხარკე. იგრები ხარ. აი ხარი. ოი, მაგარი სიყვარულის გაა. აბა რა არის? გეხუტონე. ქუთაისელებსაც ხო გვინდა იუთუბერი ერთი? ხო და აგერა ვარ. მელო. მელო ქართულად. მელო. მელო. აბა იუთუბერი არის. რატო? აგა იმომაჩინა ვიდეოში. მე ვი. აუცილებლად რა. კი, ბაზარი არა. ხეს მოვიგებთ უეჭვი. აგერა. ხეს ვიგებთ უეჭველი რა, უეჭვი. ვიგებთ 2-1. ჭიგრები ხართ, მადლობა ბიჭებო, კარგად. ახლა YouTube-ზე გადაქამა. დინამოს მაყურებლები თუ გიყურებენ, აგერა შეიგრძნონ ტორპედოსთან. იმნაირი პირველი ტაიმი იყო, ახლა იქნება ამან მაინც გამამხიარულოს და კაკო აგერა შენ სახელზე გავსინჯავ ახლა ამას 5 წლის მერე ენერგეტიკულს პირველად ვსინჯავ რო იცოდე ისე. ამის ხმა მიყვარდა ყოველთვის რო სვამდი უყურე? მეც არ გეიტანონ ვიდა. აია გამევიდა. ხოდა აგერა ნახოთ აბა. სუნი აქვს ჩვეულებრივი. გემოზე ვნახოთ რანაირია.
რა რიცი? შავი არის და მე მიყვარს მშავე. ან იმის ბრალია რომ კაი ხანი არის, ენერგეტიკული არ დამილევია. ან მართლა კაი არის, რა ვიცი. წავიდა. აუ მაგარია. გავ მე მომეწონა შვენიერი არის. შენ სხვა გასინჯი რა მოგეწონა? კი, მაგარი. არა, ეს ბრენდინგიც ძალიან კარგადაა გაკეთებული და ახავ ნახავ, იქნება ამან მაინც მომიყვანოს შვენიერ ხასიათზე და უკვე მე მგონი დაიწყო. თუ ვერ დავიძინე, კაროჩე, ჩემი ბრალი იქნება. აკომდე მივიტანოთ ამბავი და უთხრათ რომ ყველას როგორ უგზავნა, იქანა ლემონის ყუთები 1000 იგი შემდგარ მეც რო გამომიგზავნოს, აკანა ქუთაისში ხო შეიძლება ასე აუქნათ. გამეიწერეთ კიდე, კაკოს არხი გამეიწერეთ. მე მინდა ვურჩიო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას. ჩვენს ჩემპიონატს პულსი არ ესინჯება. ევროპულ ჩემპიონატებში გვისწრებს ლიხტენშტაინი, რომელსაც თავის ჩემპიონატი არ აქვს. ამიტომ ვურჩიეთ გუნდებს, რომ ამ ჩაკეტილი ფეხბურთის მაგივრად ითამაშონ გახსნილი ფეხბურთი, იმიტომ რომ გოლი მაინც გავა და ხალხი მაინც მოვა და ასეც და ისე ჩვენ შედეგი არ გვაქვს და ამ უშედეგობაში ჯობია რომ მხიარული ფეხბურთი მაინც ვითამაშოთ. მართლა ვეთანხმები, კაი სიტყვები თქვა. უფრო გახსნილი თამაში რო იქნება, გოლები გავა და ხალხი კიდე თამაში ისწავლიან, ფეხბურთელები კიდე ინდივიდუალური სკილი იქნება, რაცა გაძრობიან, გამოძრებიან, რაცა იქნება და ამ ჩაკეტილი ფეხბურთში არაფერი არ ხდება. ფორმეტო, აქანა რა ხუთი ქონია, ამიტომ რა მაგარი Torpedo! რა მაგარი მუღამია რისთვის დადის თურმე ხალხი აქანა შეხედე რა მაგარი მუხტია იქანა თამაშის ყურება არის მაგი თუ გინდა უნდა მოხვიდე და უნდა დაჯდე იქანა და იცეკვებ იმღერებ და იქნება ვაფშე მაგარი თამაში რა დაღოდ მაგარია ახლა მთავარია მე ვიგოთ და ეგ არა დინამოს ექიმი მოდის დინამოს ექიმი დინამოს ექიმი კაიკაც დინამოს ექიმი ამის გარეშე ახლა რაფერ შეიძლებოდა ისე რა შეიძლებოდა ახლა ამის გარეშე ჰა მე მაინც მგონია რომ კი ხო არ ველოდებოდი თქო რომ კაკო შევჯექი გონი ამაზე რა იგი ჩემია ადე აია იმნაირ თამაში ახლა გევიგერო თურმე ჯეკი ჩანის დაბადების დღე ყოფილა 7 აპრილი გადაამოწმეს თამაში სენჩი აგოტრიალებენ ბურსაია აუ დინამოც აცუდი გუნდია მაკაუიშენი და დამო წადი დავაი მიდი კაია აგერა დავაი მიდი არამიდე და ვაიმე არქი ვაიმე არის რომ დაარტა იცი რა ჰა
ვიცი არის ბაჟო. არ მე მგონი იქეთ იმას ჯუნგლებს უნდათ ბურთი და იმას მიწი იმას ოუგზავნა ის ახანა რამდენი წუთია გასული რამდენი დარჩა რა ფერ უნდა გევიგოთ კი მაგრამ ამაზე ახან არა იქნება გევიტანოთ ანამდე არ თამაშობდით და ახლა გევიტანოთ უყურე არაბიცა შეგიძლია ყველო შანსი მიდი გამთავრდა სიმო აუქენით ეგი ვიდეო მე არა და რა ფერ მეგონა რომ მე ვიგებდით რატო ვერ მევიგეთ აბა არც მე ასე მგონია რომ შეიძლება არ იყო რაღაცა დიდად ტექნიკური მაგარი და ასე შემდეგ, მაგრამ როდესაც შენს ქალაქში თამაშობ, ცოტა მუხტი, ვაჟკაცობა, შემართება, მონდომება უფრო მეტი უნდა გქონდეს და როდესაც ეგეც არ არის, რთული, მაგრამ იმედია მომავალი იქნება უფრო ნათელი ვიდრე იყო დღევანდელი შეხვედრა. იმედია. აუქნათ სიმონა. არც წყალი, არც კიბე, არც არაფერი. არც წყალი, არც კიბე, მოშიგაზე მოდიოდნენ. რას ფიქრობ დღევანდელ თამაშზე, აბა? რავის, ბევრს უტევდი და აღარ გამოვიდა რა, ბოლომდე ვეღარ ვქელით. არაბა, ბევრი მომენტი შექმნა, მაგრამ არ გამოვიდა. ხელი შეწყობა უნდოდა რა. აი, ისე თამაში რა ფერმე გეწონა? ნორმალური იყო რა, უფრო კაი შეიძლება. თუ აპირებ ბაიერნ რეალის თამაში, ვინმე იგებს? ებულია უკვე. ვინმე იგებს? აი წება წუთში, რეალი მოიგებს რა თქმა უნდა. თან სახში აქვს თამაში ხა და გაიხარე. რა ფერმე გეწონა ახლა თამაში? ძალიან კაი თამაში იყო. მეგეწონა რომ უნდა მოგვეგო? რა. არ გამევიდა. შემდეგში მევიგებ. აი ბიჭო, გაიხარე. აი, ხალხო. კი. არა, მაგას გადავთ ეხა ჩვენ. ლუადა მოგიყვანეთ მე. ამას გადავთ ჩვენ. გადავა. კი უნდა თქო, პროსტო. არა, მე ვერ ვიტყვი ვერაფერს, ისეთ რაც გიმასია ხო. იგი არა, ახან ჩემ ვიდეოებში რო არის ხოლმე. რას ამბობს ხო იცი? რას ამბობს? შენ? ვერ ვიტყვი ვერაფერს, ვიდეო არა, გადანაღები არა აზროს გეიგე. და თამაში რა ფერ მეგეწონა? ბიჭო, რა ვიცი, მესაში რამდენი მოვედით ამ თამაშში, სულ ასეთი სვარკა თამაში და გვახვედრეს, რასაც ვია და. ხო და მე მგონი ჩვენ არ უნდა მევიდეთ. ცუდია, თან ორი ისტორიული გუნდის თამაში ვნახეთ ეხა და ძალიან ცუდია რომ ესეთი თამაში იყო რა. შეტევაში არანაირი ხიბლი, რავი, არაფერი არ ვარგო და იდეაში შეტევაში, დაცვაშიც დაცვამდე არც მიდიოდა წესი თამაში და. ბიჭო, მე რა გამიხარდა იცი ამ თამაშში? ისინი უფრო ცუდად გამოიყურებოდნენ ვიდრე ჩვენ. ხო და ეგეც არ არის კარგი, იმიტომ რომ ეს ორივე გუნდი ეხა გიბძვის ევროპული ჩემპიონატების საგზურებისთვის, ხო და ესეთი თამაშით რომც გავდიან ესენი, ხო, ვერაფერს ვერ იზამენ რა ისე და მაგიტო გვაქვს ესეთი მდგომარეობა და მე რა ვიცი. ბატონმა მისტერ იქსმა სწორი თქვა, რომ მეტი სანახაობრივი თამაშები უნდა იყოს. მე მაგალითად სამგურალის თამაშები მომწონს მაგხრივ, რომ სანახაობრივ თამაშებს თამაშობდნენ. დინამო ბათუმის საკაი გუნდი იყო წინა სეზონებში. ხვიჩარო ყავდათ მაშინ, მომწონდა ისე არ ნამყოფი აქანა. მანამდეც იყო, კაი გუნდი იყო და სამწუხაროა, რომ თუნდაც ის სტადიონის დრო აშენდა ბათუმში, ისეთი, რავი, ევროპული სტანდარტების სტადიონი. კაი თამაში თამაშობდა, მაგრამ ნუ ხო რა. მეგობრებო, რავი, ასეთი გამევიდა ჩვენი ტორპედოს თამაში. კი იქნებოდა კაი ბევრი გოლების ნახვა და რაღაცა, მაგრამ რა ვქნათ ახ ჩვენი გუნდი არის და რანაირიც არის, მე იმნაირი მიყვარს. კაი იქნებოდა რომ უფრო კარგად ეთამაშათ, მაგრამ რაც არის ეგ არის. ამეიწერეთ ჩემი არხი და დაალაიქეთ ვიდეო და 5000 გამომწერზე გავათამაშებ ტორპედოს მაიკას. გაიხარე. თვითონ ტორპედოს მაისურს წავალთ. ახლა არ ვიყიდი. იმიტომ არ ვიცით ვინ მეიგებს და ზომა არ ვიცით. ერთად წავალთ და ვიყიდეთ ტორპედოს მაისურს და ვაჩუქებ ჩემ გამომწერს. ოღონდ ჯერ უნდა ვიდე 5000 გამომწერზე. ამჯერად ქუთაისელებთან ვექნებათ ხოვნა რომ ქუთაისელებსაც გვინდა ერთი იუთუბერი რო ყავდეს რომ გავაცნოთ ქუთაისი ხალხს, ქუთაისური ამბები გევიგოთ და იმერეთის მხარე საერთოდ. იმიტომ ქუთაისში ვარ და ახლოს იმერეთი მაქვს და იმერეთის მხარე. კაი იქნება თუ გამოიწერთ ჩემ არხს და მადლობელი ვიქნები. შევარდა ბავში. რა ხდება?